თოვლის ბაბუა და ჯადოსნური ნაბადი. იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. სადღაც შორს, ღრუბლებს ზემოთ, იქ სადაც კავკასიონის მყინვარებით სასეთამაშებიან და ვარსკვლავები თითქოს ხელის გაწვდენაზეა, იდგა ერთი უძველესი, ლოდებით ნაგები, ამაყი სვანური კოშკი. კოშკი გარედან მკაცრი და შეუვალი ჩანდა, მაგრამ შიგნით სულ სხვა სამყარო იყო. უზარმაზარ ბუხარში მუდამ გუგუნებდა ცეცხლი, ჰაერში კი დარიჩინის, ვანილის, მანდარინისა და ახალგათლილი ხის სურნელი ტრიალებდა. სწორედ ამ კოშკში ცხოვრობდა საქართველოს მთავარი ჯადოქარი, თოვლის ბაბუა. ახალი წლის ღამე ახლოვდებოდა. თოვლის ბაბუა ძველებურ, ჩუქურთმებიან სარკესთან იდგა და თავის თეთრ, ფაფუკ ნაბats და ქუდს ისწორებდა. ბაბუ, მგონი ეს ნაბადი დაპატარავდა წელს. თორემ მე ხომ სულ ფორმაში ვარ. ან იქნებ გოზინაყმა იცის ეგრე, ნაბats ავიწროებს. კოშკის ქვედა სართულზე ნამდვილი აურზაური და ჟრიამული იყო. თოვლის ბაბუას დამხმარეები, პატარა ელფები, აქეთ-იქით დარბოდნენ. ერთი ელფი საღებავის ვედროში ჩავარდა და მწვანედ შეიღება. მეორე კი საჩუქრების ოქროსფერ ლენტაში გაიხლარდა და ბზრიალასავით ტრიალებდა. ცოტა ხანში თოვლის ბაბუა ქვევით ჩავიდა და შრომის მოყვარე ელფებს მიესალმა. აბა, ჩქარა, დრო არ იცდის. ბავშვები გველოდებიან. თოვლის ბაბუა მუხის დიდ მაგიდას მიუჯდა, სადაც ბავშვების წერილები დახოვებულიყო. აბა ვნახოთ. გაისწორა სათვალე. პატარა ლიზის თბილისიდან სათამაშო დათუნიანდომებია. გიორგის ქუთაისიდან ველოსიპედი სურს. საინტერესოა ვინ როგორ იქცეოდა ამ წელს. თუმცა ვინც კარგად არ იქცეოდა, იმასაც ეკუთვნის ერთი შანსი. ჩაილაპარაკა თოვლის ბაბუამ კეთილი ღიმილით და წერილების კითხვა განაგრძო. სანამ სვანეთში მზადება მიდიოდა, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში საოცარი ამბები ხდებოდა. ღამე დგებოდა და ყველა თავისებურად ემზადებოდა ჯადოსნური სტუმრის დასახვედრად. ალაზნის ველზე თოვლი მსუბუქა დიდო. პატარა სოფლის სახლში ლუკა და მისი და ელენე ბუხართან ისხდნენ. ბებია კი სამზარეულოში გოზინაყს ჭრიდა და თაფლის სურნელით აევსო ოთახი. ბებო, თოვლის ბაბუას რომ მოშივდეს, იკითხა ლუკამ. მოდი ჩურჩხელა დავუდოთ და ერთი ჭიქა კახური რქაწითელი დავუსხათ. ბავშვებმა ფანჯრის რაფაზე ფრთხილად დააწყვეს ნუგბარი. თოვლიან ეზოში კი ძაღნი, სახელად მურა, თავის ბუნაკთან იწვა და თანისე ყეფთა, თითქოს ისიც ცას უყურებდა და ელოდა. ძველ სატახტო ქალაქ მცხეთაში სვეტი ცხოვლის გუმბათი მთვარი შუგზე ვერცხლის ფრად ბრწყინავდა. ახლოს პატარა სანდრომ და ანამ ეზოში ნაძვისხე მორთეს. იცი, აქ ადრე მეფეები დადიოდნენ. უთხრა სანდრომ დას და გააგრძელეს ნაძვისხის მორთვა. თბილისი, დედაქალაქი 1000 ფრად ციმციმებდა. განათებულ ქუჩებში ხალხი ირეოდა. დედაქალაქის ცენტრში ულამაზესი ნაძვის ხე იდგა, რომელსაც ირგვლივ უამრავი ბავშვი შემოხვეოდა. ერთ-ერთ კორპუსში, მე-9 სართულზე, პატარა ლიზის არეძინა. ის აივანზე იდგა და ტელეანძას უყურებდა. ნეტავ ამდენ სახლში როგორ მოაგნებს ჩვენსას? ფიქრობდა ლიზი. იმედია აივნის ფერადი სანათებით მიხვდება, სადაც ვცხოვრობ. რაჭა, ონის მთები ისე იყო დათოვლილი, გეგონებოდათ ღრუბლებში ცხოვრობენო.
პატარა გოგონა თაკო ფანჯარასთან მოუთმენლად ელოდა თოვლის ბაბუას. ბებო, თოვლის ბაბუას რაჭული ლობიანი არ ეყვარება? იკითხა მან. როგორ არ ეყვარება ბებო? გაეცინა ბებოს. თავარია ნელი ნაბიჯით არ მოვიდეს, თორემ ახალ წელს დააგვიანდება. იმერეთი, ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის წინ პატარა ქუჩებში დიდი ჟრიამული იყო. გიორგი და მისი მეზობლები თოვლის გუნდებს ესროდნენ ერთმანეთს. ნინი, ღამით კარი ღია დაუტოვოთ თოვლის ბაბუას? რატომ? ის ხომ თოვლის ბაბუაა. ისედაც შემოვა. თქვა პატარა ნინი. ბავშვები სიცილით შეცვიდნენ სახლებში, სადაც ხაჭაპურის და საცივის სუნი იდგა და იმერული სტუმართმოყვარეობით ელოდნენ ჯადოქარს. სამეგრელო ზუგდიდში დიდ ოდა სახლში ბუხარში ცეცხლით კაცუნებდა. სამზარეულოში ბებია ელარჯზელდა და ყველი ისე იწელებოდა, თითქოს ოქროს ძაფები ყოფილიყოს. პატარა დათუნა და მარიამი ნაძვის ხესთან ისხდნენ და ჩურჩულებდნენ. მე მინდა რომ თოვლის ბაბუამ ჩემი დახატული ნახატი წაიღოს. თქვა მარიამმა. წაიღებს აბა რას იზამს? დაამშვიდა დათუნა. მთავარია სულგუნის სუნმა არ დააბნიოს და სხვასთან არ წავიდეს. აფხაზეთი. სოხუმის სანაპიროზე ზღვა მშვიდად შრიალებდა. ტალღები თითქოს ნანას უმღეროდნენ ქალაქს. პალმებს თეთრი თოვლი ეყარა, რაც იშვიათი სილამაზე იყო. პატარა ირაკლი ფანჯრიდან უყურებდა ზღვას. მის სახლშიც ისევე როგორც სხვაგან, ნაძვის ხეენთო. ზღვიდან მოვა თუ მთიდან. ეკითხებოდა თავის თავს. მან ფანჯარასთან სანთელი აანთო. ეს იყო იმედის სანთელი, რომელიც უხილავი ძაფით უკავშირდებოდა დანარჩენ საქართველოს და ამბობდა, რომ თოვლის ბაბუა ყველგან მივიდოდა და სიყვარულს მიიტანდა. გურიაში პატარა მართაც მოუთმენლად ელოდა თოვლის ბაბუისგან საჩუქარს. ერთი სული ჰქონდა მალე გათენებულიყო, რომ საჩუქარი ენახა. ამიტომ მალე წავიდა დასაძინებლად. აჭარა. ბათუმშიც თოვდა. ქალაქი ზღაპრულად გამოიყურებოდა. ზღვა და დათოვლილი პლაჟი ულამაზესი სანახავი იყო. პარკში ბევრი ბავშვი თამაშობდა თოვლში. იქვე, ერთ-ერთ სახლში ვაჩე და ნიკოლოზი ნაძვის ხეს რთავდნენ. მგონი ლამაზი ნაძვის ხია, თქვა ვაჩემ. მაგიდაზე რამდენიმე მანდარინი იყო თოვლის ბაბუისთვის განკუთვნილი. ბათუმელი ბავშვები დარწმუნებულები იყვნენ, რომ თოვლის ბაბუას აჭარული მანდარინი ყველაზე მეტად უყვარდა. დაი დაღამდა. სვანეთის ცაზე ვარსკვლავები ბრილიანტებივით აკიაფდნენ. თოვლის ბაბუა გარეთ გამოვიდა თავისი თეთრი ნაბადით და ქუბით. ეზოში იდგა უზარმაზარი, ოქროსფერი მარხილი, რომელშიც ორი მაგიური ირემი, ლაილა და უშბა, ფლოქვებს მიწას ურტყამდნენ და მოუთმენლობისგან ფროტუნებდნენ. აბა, ჩემო მეგობრებო, მზად ხართ? უშბა, შენ ღრუბლებს არ დაეჯახო, ხომ იცი მერე წვიმა წამოვა. ლაილა, გზა გაგვიკვალე, დღეს დიდი გზა გვაქვს, მთელი საქართველო უნდა მოვიაროთ. თქვა მან და სადავეები მოკაჩა. მარხილი ადგილს მოსწყდა და ცაში აიჯრა. მათ უკან ჯადოსნური ოქროსფერი ნაპერწკლები რჩებოდა, როგორც კომეტის კუდი, რომელიც მთელ კავკასიონს ანათებდა. ისინი დიდი ხანი მიფრინავდნენ ღამის ცაზე. ქვემოთ მოჩანდა თოვლიანი მთები, ხეობებში ჩაკარგული, განათებული სოფლები და ქალაქები. ჯერ კახეთს გადაუფრინეს. თოვლის ბაბუამ დაინახა ლუკასა და ელენეს დატოვებული ჩურჩხელა. მარხილი სახურავზე დაჯდა. თოვლის ბაბუა საკვამურიდან ჩუმად ჩავლიდა, ჩურჩხელა ჯიბეში ჩაიდო, რქაწითელი მოსვა და ჩაილაპარაკა. მომაცოცხლა. სანაცვლოდ ბუხართან ლამაზად შეფუთული საჩუქარი დაუტოვა.
შემდეგ მცხეთას გადახედეს და სანდროსა და ანას ეზოში სახლის კართან თოვლის ბაბუამ ისტორიული წიგნები და ტკბილეულობა დატოვა. შემდეგ თბილისისკენ გაეშურნენ. ლიზის ანთებული აივანი შორიდანვე გამოჩნდა. ირმები კორპუსის სახურავზე დასვა. ოთახში რომ შევიდა, ბავშვს ეძინა. წასვლამდე კი ნაძვის ხესთან მასაც დაუტოვა საჩუქარი. რაჭაში თაკოს ნატრად შეასრულა. საჩუქრები ნაძვის ხესთან დაუტოვა და ლობიანითაც პირის გემო ჩაიტკბო. შემდეგ იმერეთში გიორგისა და ნინის სახლშიც შევიდა. ჰოჰო, რა გემრიელი იმერული ხაჭაპური ჩანს. სამეგრელოში ზუგდიდის თავზე რომ გადაფრინდნენ, თოვლის ბაბუამ მარიამის ნახატი იპოვა ნაძვის ხის გვერდით პატარა მაგიდაზე. ნახატზე ნაძვის ხე იყო დახატული. თოვლის ბაბუას მოეწონა ნახატი და ჯიბეში შეინახა. შემდეგ შეფუთული საჩუქრები დატოვა და გზა განაგრძო. აფხაზეთში, სოხუმში, მან განსაკუთრებული სითბოთი გადაუფრინა რიწის ტბას და ჩაილაპარაკა. ო, როგორ მომნატრებია აფხაზეთი. ირაკლის სახლში რომ შევიდა, ნახა ანთებული სანთელი. შემდეგ საძინებელ ოთახში შეიხედა. შვიდობა შენ, ჩემო ბიჭო. ნაძვის ხესთან საჩუქარი დაუდო და ისე უკან მარხილში დაბრუნდა. გურიაში, მართას სახლში, გურული ღვეზელი ისე გემრიელად გამოიყურებოდა, რომ უარი ვერ თქვა. წასვლამდე პატარა საჩუქარი მასაც დაუტოვა და მარხილში დაბრუნდა. ბოლოს აჭარას მიადგნენ. თოვლის ბაბუა ჯერ პლაჟზე გაჩერდა, ზღვის მარილიანი ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და იქვე ბათუმელ ლეგენდარულ ძაღლ კუპატას მოეფერა. შემდეგ ვაჩესა და ნიკოლოზის სახლში შევიდა და დატოვებული მანდარინები სიამოვნებით მიირთვა. ბავშვებს თურმე აჭარული ხაჭაპურიც დაუტოვებიათ. ვერც აჭარულ ხაჭაპურზე ვიტყვი უარს, თქვა თოვლის ბაბუამ. შემდეგ ბავშვებს საჩუქრები დაუტოვა და წავიდა. დილით მზემ კავკასიონის ქედიდან ამოიჭყიდა. პირველი სხივები მოეფინა დათოვლილ მთებს. საქართველოს ყველა კუთხეში ბავშვები ნელ-ნელა იღვიძებდნენ. ნაძვის ხის ქვეშ დატოვებულმა საჩუქრებმა დილის სინათლე აირეკლა და 1000 ფრად აკიაბდა. მთელ საქართველოში ღიმილის და ბედნიერების ტალღამ გადაიარა. ახალი კაშკაშა საჩუქრების დანახვაზე ბავშვების თვალები ისე აციმციმდა, როგორც ნაძვის ხის ფერადი სანათები. ეზოები აივსო ბავშვებით, რომლებიც ახალ სათამაშოებს ერთმანეთს აჩვენებდნენ. თოვლის გუნდებს ისროდნენ და ცას ღიმილით უყურებდნენ. ამ დროს კი შორს სვანეთის მთებში თოვლის ბაბუა კოშკში დაბრუნდა. მან ჯადოსნურ სარკეში ჩაიხედა და დაინახა მთელი საქართველო. ბედნიერი, მოღიმარი ბავშვები, ანთებული თვალები და სიყვარულით სავსე სახლები. ახლა კი ჩემი დასვენების დროც მოვიდა. ჩემო კარგებო, გახსოვდეთ, რომ ოცნებები ყოველთვის ხდება, თუ კი მათ გულით ინატრებთ. ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც შეგიძლიათ ერთმანეთს საჩუქოთ, არის რწმენა. რწმენა სასწაულების, სიკეთისა და იმის, რომ ყველაზე დიდი სიცივის შემდეგაც კი ყოველთვის დგება თბილი, ახალი დღე. ბედნიერ შობა ახალ წელს გისურვებთ.
გამოიწერეთ არხი და მოიწონეთ ვიდეო, რათა ახალი ზღაპრები არ გამოტოვოთ.